მოგესალმებით, დღეს ელემენტარულ ნაწილაკებზე ვისაუბრებთ და კერძოდ მათ როლზე კოსმოლოგიურ კონტექსტში. ატომების ვიცით ბევრი ასე ნაირსახეობა ვიცით ატომების ჩვენ სიურულით ბევრი სხვადასხვა ნივთიერება. ყველა მათგანს აქვს შემადგენლობა მეტნაკლებად საბაგისო დონეზე, ერთნაირი, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი არიან აწყობილი ბირთვისგან და ელექტრონებისგან, ბირთვი თავის რო არის პროტონის და ნეიტრონების, ან შეიძლება იყოს ერთი პროტონის წარმოდგენილი, წყალბადის შემთხვევაში ვთქვათ. არიან ნუკლონების, პროტონებს და ნეიტრონებს ვეძახით ნუკლონების ბუნებრივი მდგომარეობა, საკმაოდ მკვრივია. ბირთვი ენერგიის სიმკვრივე, ასე ვთქვათ, დიდია. ნეიტრონის აქ მითითებული მახასიათებლები ამ ნაწილაკების მასა, ხედავთ რომ პროტონს და ნეიტრონს, ნეიტრონი არის ოდნავ უფრო მძიმე პროტონთან შედარებით, რაც შეეხება, მათ სადარი მასები აქვთ. რაც შეეხება ელექტრონს, ელექტრონი ძალიან სუბუქია. მის მასა უგულებას აყოფია ბირთვის, ანუ პროტონი ნუკლონების მასასთან შედარებით. გააჩნიათ ელექტრული მუხტი, ატომი არის ელექტრულად ნეიტრალური, ამიტომ პროტონების და ელექტრონების რაოდენობა არის ერთნაირი. პროტონი არის დადებითად დამუხტული, ელექტრული, კულომის ძალა ბირთვს და ელექტრონებს შორის განაპირობებს ატომის არსებობას. ამიტომ გასაგებია რომ მათ აქვთ საპირისპირო მუხტი. ნეიტრონი დასახელებაც ამას მიუთითებს, არის ნეიტრალური ელექტრულად. კიდევ ერთი მახასიათებელი მათ გააჩნიათ სპინის სახით. სპინი არის სიტყვის შინაარს თუ მივაცეთ ყურადღებას, გულისხმობს ეს არის მსგავსი კუთხური მომენტის. ანუ თითქოს ამ ნაწილაკებს აქვს სასრული ზომა რო ქონდეთ და ბრუნავდნენ. მაშინ გვექნებოდა მსგავსი სიდიდე მომენტი კუთხურიანო. აი ამ სამ ნაწილაკს, ელექტრონს, პროტონს, ნეიტრონს შეუძლიათ ძალიან მრავალფეროვანი ატომური და მოლეკულური სტრუქტურების შენება. უმარტივესი ატომი ეს არის წყალბადი, პროტონის და ელექტრონის ბუნებრივი მდგომარეობა. თუ მივუმატებთ ბირთვს ერთ ნეიტრონს, გვექნება დეითერიუმი. შეიძლება კონდეს ბირთვი მსგავსი ატომისთვის, სადაც არის პროტონი და ორი ნეიტრონი და გვაქვს ჰელიუმი, მნიშვნელოვანი ელემენტი ნივთიერება ჩვენ სამყაროში ძალიან ფართოდ გავრცელებული წყალბადი და ჰელიუმი. ჰელიუმი 4 იგივეა, რაც ჰელიუმი უბრალოდ აქვს 4 ნუკლონი, ნუკლონების რაოდენობას ვეძახით მასურ რიცხვს, გასაგებიც არის შინაარსობრივად, იმიტომ რომ მასა ატომის უკავშირდება ძირითადად ნუკლონებს, ამიტომ მასური რიცხვი გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ ნუკლონის ერთეულებში ატომის მასა. პროტონი გვაქვს ჰელიუმში 2 ცალი, ნეიტრონი 2 ცალი და 2 ელექტრონი გვაქვს. ეს რა თქმა უნდა ჩამონათვალე ატომების ეს ბუნებრივი ნივთიერებები სინთეზირებული ხელოვნურად არის ძალიან ბევრი, მათ გააჩნიათ რიგი საინტერესო თვისებები, რომელიც არის ქიმიური თვისებები, რომელიც არის პერიოდული სისტემის მიხედვით კლასიფიცირებული. ამას ჩვენ სხვა ლექციის ფარგლებში შევეხებით ატომური ფიზიკა, როგორ გვიხსნის მენდელეევის პერიოდულ სისტემას.
ერთ-ერთი წინა ლექციის დროს განვიხილეთ, ვიცით რომ ატომს აქვს დისკრეტული ენერგეტიკული სპექტრი, ანუ ელექტრონის ენერგიები ატომში არის დაკვანტული, დისკრეტული. მას შეუძლია შეიცვალოს მდგომარეობა, გადავიდეს სხვა ენერგეტიკულ მდგომარეობაში. ამ დროს ის ამშთან თქავს ან ასხივებს იმის მიხედვით ენერგია გაიზრდა და მის თუ შემცირდა. დისკრეტული ენერგიები მივიღეთ ჩვენ ელექტრონზე ტალღური წარმოდგენების გამოყენებით დე-ბროილის იდეის მიხედვით ელექტრონი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ტალღა, მივაწეროთ ტალღური მახასიათებლები, ეს ტალღა არის ატომში დამწყვეული, ვთქვით რომ დამწყვეული ტალღის ქვის გვაქვს ტალღის სიგრძის დაკვანტვა. ასე რა არიშიც არის დამწყვეული, იმ არის ტალღის სიგრძე შეიძლება იყოს აი აქ მაგაზე გვაქვს საუბარი. ჯერადი, რაც განაპირობებს ამ ნებისმიერი ტალღის სიგრძე ვერ მოთავსდება სასრულ არეში, ვერ დავამწყვეტ ნებისმიერი ტალღის სიგრძით ელექტრონს. საინტერესო თავისებურება ამ მიდგომის მდგომარეობდა იმაში, რომ თუ კლასიკურად ატომისთვის, უბრალოდ ატომში ელექტრონისთვის ხელსაყრელია გამოასხივოს ვინაიდან ის აჩქარებულ მოძრაობას ასრულებს, უწირულია მის მოძრაობა. ხელსაყრელი ენერგეტიკულად ენერგია გამოასხივოს და მიუახლოვდეს ბირთვს, ანუ მოხდეს ბირთვზე დაცემა. კლასიკური სურათი ენერგეტიკულად ამ უპირატეს შესაძლებლობას გვთავაზობს, თუმცა ეს ბუნებაში არ ხდება. ამ სცენარის მიხედვით სიცოცხლის ხანგრძლივობა ატომის იქნებოდა ძალიან მცირე. ძალიან მცირე. არ ხდება და დე-ბროილის იდეა ამას გარკვეულწილად გვიხსნის, რატომ არ ხდება. თქვენ ახლა ხედავთ სრული ენერგიის გამოსახულებას ელექტრონისთვის ატომში R მიუთითებს რადიუსს, რა არეში არის ეს ტალღა დამწყვეული. პირველი წევრი, აი ეს წევრი, ამ გამოსახულების შეესაბამება კინეტიკურ ენერგიას. მას შეიძლება ჰქონდეს ეს J არის დისკრეტული რიცხვი. მთელი რიცხვია. შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა 1, 2, 3 და ასე შემდეგ. H ხაზიანი ეს არის პლანკის მუდმივა, ME ანიშნავს ელექტრონის მასას. ეს არის კინეტიკური წევრი დე-ბროილის თანაფარდობით გამოყვანილი. ჩვენ ეს ნაკლებად დეტალურად განვიხილეთ ორი ლექციის ფარგლებში. ასე რომ დავუბრუნდებით დეტალებს. რასაც ხედავთ საინტერესო თავისებურებას ამ წევრთან დაკავშირებით არის ის, რომ როდესაც R მცირდება, ეს წევრი იზრდება. სრული ენერგია გამოსახულია აი აქ ამ ნახატზე. ლურჯი წირით, მცირე ერებისთვის ენერგია არის ზრდადი, სწრაფად იზრდება. გააჩნია სადღაც მინიმუმი, უფრო შორ მანძილებზე გვაქვს ენერგია კვლავ ზრდადი. ამ მინიმუმის მარჯვენა მხარეს თუ ვიმყოფებით. მიზიდვის ძალა მოქმედებს, როგორც ხედავთ. ანუ ენერგიის ტერმინებში ვსჯელობ მე ახლა, კერძოდ ენერგეტიკულად უფრო ხელსაყრელი მდებარეობა საით არის. იქით ცდილობს სისტემა წანაცვლებას. ამპულის მინიმუმი არის სტაბილური კონფიგურაცია, შეგვიძლია ვიპოვოთ. მეორე წევრი ეს არის პოტენციური ენერგია ელექტრონისა პროტონის ველში. ეს სრული ენერგიის გამოსახულება ელექტრონისთვის და როგორღაც დე-ბროილის იდეამ დაასტაბილურა. ანუ დე-ბროილის იდეა გვეუბნება, რომ ენერგეტიკულად არ არის მომგებიანი ძალიან ახლოს მივიდეს ბირთვთან ელექტრონი. ამ დროს მისი ენერგია ძალიან გაიზრდა.
ამის გამოსახულების მინიმუმს მოვძებნით, შეიძლება გაწარმოების საშუალებით, რომელიც ჩვენ ასევე ვახსენეთ ორი ლექციის ფარგლებში. ეს მოგცემს ასეთ შედეგს, რომ მოცემული J-ისთვის მინიმუმი ენერგიის არის გამოისახება ასე. თუ ამას ჩავსვათ ენერგიის გამოსახულებაში, აი ამ გამოსახულებაში თუ ჩავსვათ, შედეგად მივიღებთ ენერგიის დისკრეტულ დონეებს. უარყოფითი ნიშანი მიუთითებს, რომ არის მის ენერგია. აი ამ ნახატის გათვალისწინებით. ამ ნახატზე, როგორც თქვენ ხედავთ, თუ ენერგია 0-ზე მეტია, ხო სრული ენერგია შენახვადისია. წარმოგიდგენთ, სადაც ახლა არის კურსორი, ასე ჰორიზონტალურად თუ გავაგრძელებთ ხაზს და წარმოვიდგენთ, რომ ეს არის ენერგია, გეკნებათ მოძრაობა შეუზღუდავი, უსასრულოდ შორს შეუძლია ასეთ შემთხვევაში წავიდეს. ეს არ იქნება ბმული მდგომარეობა. უარყოფითი ენერგიებისთვის, აი როგორც ხედავთ, არის მოძრაობა შემოსაზღვრული. სადაც ახლა მე კურსორს ვამოძრავებ, თქო, აი ამ ენერგიით თუ გვექნება სრული ენერგია, თუ ექნება ასეთი მნიშვნელობა. დასაშვებად მოძრაობის არე იქნება რადიუსისთვის აი ეს. ატომებისთვის შთანთქმის გამოსხივების სპექტრი არის უნიკალური მახასიათებელი, აქ ხილულ არეში არის მოცემული დაახლოებით 400 ნანომეტრი, 700 ნანომეტრი ტალღის სიგრძეები ჩვენთვის არის ხილთან აღქმადი თვალით. ეს ტალღის სიგრძეები და მოცემული სხვადასხვა ნივთიერების შთანთქმის და გამოსხივების სპექტრი. ისინი ასე ვთქვათ, კარგად თუ იცით ეს სპექტრი, ახასიათებენ, კარგად განსაზღვრავენ, რომელ ელემენტთან გვაქვს საქმე. ან სპექტრი გვაძლევს საშუალებას მივხვდეთ, რომელი ელემენტი ასხივებს თუ შთანათქავს ამ სპექტრის მიხედვით. ეს არის როგორც ხედავთ, აი ტალღის სიგრძეებით შეგიძლიათ მიახლოებით შეაფასოთ. ბირთვების და ატომების სინთეზი, როგორც ვთქვით, ხდება ადრეულ სამყაროშიც. უბრალოდ ბირთვები სცენარი არის შემდეგი, რომ ბმულ მდგომარეობებს გააჩნიათ მის ენერგია. სამყაროში გვაქვს ადრეულ სამყაროში ნაწილაკები, რომლებიც ახალ ტემპერატურაზე იმყოფებიან, არიან თერმალიზებული, ასე ვთქვათ, ექვემდებარებიან თერმულ განაწილებას. ერთმანეთს ეჯახებიან, ურთიერთქმედების ალბათობა არის დიდი, ყრივია გარემო ერთის მხრივ, მეორეს მხრივ თითოეულ მათგანს აქვს მაღალი ენერგია, ეს დაჯახების ალბათობებს, დაჯახებათა რიცხვს ზრდის და ანგრევს ბმულ მდგომარეობას. ბმულ მდგომარეობას აქვს განსაზღვრული ენერგია, ხომრად ელექტრონის მოწყვეტის ან ატომის დაშლის ენერგია შემადგენს ბირთვის უკაცრავად შემადგენელ ნუკლონებად არის განსაზღვრული სასრული მნიშვნელობა და როდესაც ტემპერატურა აღემატება, მithumetes ბევრად ამ მნიშვნელობას ვერ გვექნება ბმული მდგომარეობები, დაშლილია ყველაფერი შემადგენელ ერთეულებად. მაგრამ გაცივებისას ტემპერატურა მასშტაბური ფაქტორის მიხედვით ეცემა ასეთნაირად რამდენჯერაც გაიზრდება, გაიჭიმება სამყარო, იმდენჯერ შემცირდება ტემპერატურა. ამის შედეგად, როდესაც ტემპერატურა დაეცემა მის მაგალითად ბირთვის მის ენერგიამდე, ხდება ბირთვების სინთეზი, ბირთვების წარმოქმნა. შემდეგ მოგვიანებით ტემპერატურა, როდესაც ატომის მის ენერგიამდე შემცირდება, დაიწყება ატომების ფორმირება. თუმცა ადრეულ სამყაროში მიზერული რაოდენობა გვაქვს მძიმე ელემენტები, შეგვიძლია ვთქვათ, არ გვაქვს პრაქტიკულად, ძალიან მცირეა მათი რაოდენობა.
ძირითადად ორი ნივთიერება, ეს არის წყალბადი და ჰელიუმი წარმოიქმნენ სამყაროს ადრეულ ეტაპზე და ვარსკვლავების ფორმირება მოხდა შემდეგ, ანუ გრავიტაციული კონდენსაცია სწორედ აი ამ გაზში მოხდა, ეს არის წყალბადის და ჰელიუმის ნარევი ასეთი თანაფარდობით. ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, მძიმე ელემენტები არსებობისთვის. აქ მოყვანილია რამდენიმე მძიმე ელემენტი და მათი პროცენტული თანაფარდობა. პროცენტული ოდენობა ადამიანში მარცხენა მხარეს და არჩევანი მითითებულია რა პროცესების შედეგად ხდება ამ ნივთიერებების სინთეზი. აქაც იგივეა გამოსახული, არის მაგალითად Big Bang-ის დროს სინთეზირებული მონიშნულია წყალბადი და ჰელიუმი. შემდეგ ვარსკვლავებთან დაკავშირებული ბირთვული სინთეზი, მეთქებები როგორ განაპირობებს მითითებულია, რომელი ნივთიერების სინთეზი უკავშირდება შემდგომ პროცესებს. მაგალითად, მძიმე ელემენტები, ანუ გრავიტაციის როლი რეალურად გრავიტაცია იმ მხრივ, რომ კონდენსაცია ამ წყალბადის და ჰელიუმის გაზის შეშფოთებების ზრდა ხდება გრავიტაციის შედეგად და შემდგომი სინთეზი მძიმე ელემენტების უკავშირდება ბირთვულ პროცესებს. მზე, რომელსაც უახლოესი ვარსკვლავია და საკმაოდ კარგად შესწავლილი, გვაძლევს თვალსაჩინო სურათს იმისა, რომ მართლაც ის წარმოადგენს წყალბადის და ჰელიუმის ბირთვს. აი აქ არის მოყვანილი რაოდენობა ამ ნივთიერებების მზეზე. და გვაქვს, აქ არის ფრაუნჰოფერის შთანთქმის, ეს არის გამოსხივებული სინათლე, ვთქვათ, მზიდან წამოსული და შავი ხაზებით მითითებულია შთანთქმა იმ ნივთიერებების მიერ, რომლებიც არიან მზის ატმოსფეროში, ანუ გარე შრეში მზის. და გვეუბნება ეს გამოსხივების სპექტრი, რა ნივთიერებები, ეს მძიმე ნივთიერებები არის აი ამ ოდენობით უკვე სინთეზირებული. ბირთვული რეაქციების შედეგად. სამყაროს ევოლუციის ადრეულ ეტაპზე, როგორც ვთქვით, თავდაპირველი ეტაპი უცნობია ინფლაციის სახელით, რასაც მოიხსენიებთ. უცნობია გულისხმობ დაკვირვებადი სამხილი ამ სცენარს ჯერჯერობით არ გააჩნია. თუმცა მისი აუცილებლობა საჭიროება არის საკმაოდ ისე რომ ლოგიკური საჭიროება. რაც შეეხება ცხელი გაფართოებადი სამყაროს სურათს, ის არის დაკვირვებით უზრუნველყოფილი, საკმარისად კარგად. მოგეთ ადრეულ ეტაპზე გვაქვს ძალიან ცხელი გაზი, პლაზმა, დაქუცმაცებული შემადგენელი ერთეულებად, ელემენტარული ნაწილაკების, ანუ ფუნდამენტური ნაწილაკების. რა ტემპერატურებზე შეიძლება იწყებოდეს ეს სცენარი, ეს უცნობია. საკმაოდ ფართო არჩევანი არსებობს. გვაქვს, აი დროის მიხედვით აქ არის შეფასებული სამყარო იყო აქ წერია 3 წუთის დაახლოებით, როდესაც ბირთვების სინთეზი მოხდა, შემდეგ წერია რეკომბინაციის ეპოქა, რეკომბინაცია შეიძლება ვთქვათ, ეს არის ატომების, წყალბადის ატომების და ჰელიუმის ატომების ფორმირების სტადია, სიტყვა რე მიუთითებს თითქოს მანამდე ეს არის მანამდე თქონდა რამებს გავსი კომბინაცია. მაგრამ არ გქონია, მოკლედ რეკომბინაცია ხდება გვიან, მაშინ ხდება
ქვემოთ ვისაუბრებთ ფოტონური გაზის განცალებაზე სამყაროში. ხო, აქ მითითებულია შემდგომი ევოლუცია, მათ შორის მძიმე ელემენტების უკვე მას შემდეგაც სტრუქტურის ფორმირება მოხდა. ნეიტრონი არის არასტაბილური ნაწილაკი, ის ოდნავ მძიმეა პროტონთან შედარებით, მას სუსტი ურთიერთქმედებით შეუძლია დაშლა პროტონად, ელექტრონად და ელექტრონულ ანტინეიტრინოდ. სივრცის ხანგრძლივობა არის დაახლოებით 14 წუთი. ეს არის საშუალო ხანგრძლივობა, პროცესი ალბათურია. ნიშნავს, რომ ექნება გარკვეული სიგანე, ან გვექნება განაწილება სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის, საშუალო მნიშვნელობის მახლობლად იქნება რაღაც სიგანით განაწილებული, ანუ გააჩნია პიკი, რომელიც გვეუბნება ამ განაწილებას. საშუალო მნიშვნელობას და გააჩნია სიგანე. ელემენტარულ დონეზე, ანუ ფუნდამენტურ დონეზე, ნეიტრონი არის შედგენილი U-DD კვარკებისგან. აქ ხედავთ, რომ D კვარკი დაიშალა, D უფრო მძიმეა, ვიდრე U. გავსოთ, როგორც ნეიტრონი უფრო მძიმეა. ანუ მე ამას ხაზს ვუწევს, რატომ? რომ შენახვის კანონები ცხადია, ისეთი როგორც ენერგიის და იმპულსის შენახვის კანონია. უნდა შესრულდეს, სხვანაირად ვერ წარიმართება. აქ D კვარკი U და W მინუს ბოზონად დაიშალა, U კვარკად, U კვარკი UDU ქმნის პროტონს. ამ კვარკების ერთობლიობა და მე W მინუსი იშლება ელექტრონად და ელექტრონულ ანტინეიტრინოდ. ბირთვში ცხადია არ გვაქვს სტაბილურია. ნუკლონები სტაბილური არიან ბირთვში, ნეიტრონის დაშლა არ გვაქვს. ბირთვში გვაქვს ძლიერი იზიდვა ნუკლონებს შორის, ეს მიზიდვა არიან ახლო მანძილზე მოქმედებს, შორ მანძილზე თავს არაჩენს. ახლო ქმედი ძალა და ეს მიზიდვა ამცირებს ჯამურ ენერგიას. ცალკე თუ გვექნებოდა, ამაზე დაახლოებით ასე გამოიყურება ამ ურთიერთქმედების სახე ნუკლონებს შორის. ახლო მანძილზე გამზიდავი ხდება, ეს მანძილი არის 10-13 სანტიმეტრი შორ მანძილზე და მოკლე რადიუსი აქვს ურთიერთქმედების. შორ მანძილზე არის ძალიან ჩახშობილი. დაახლოებით მის ენერგია არის მეგაელექტრონვოლტის რიგის. არის მეგაელექტრონვოლტის რიგის ბირთვის მის ენერგია. როგორც ვთქვით, ბირთვის შემადგენელი ნაწილაკების ჯამური მასა, რომელიც აქ TDM-ით, ანუ ცუდად ვთქვი, ბირთვის შემადგენელი ნაწილაკების პროტონების და ნეიტრონების ჯამური მასა არის აქ გამოსახული. Z არის პროტონების რიცხვის აღნიშნავს. აქ წერია ეს არის ატომური რიცხვი, ანუ იგივე რაც ელექტრონების რიცხვი. Z გვეუბნება ატომს რამდენი ელექტრონი აქვს, ეს მნიშვნელოვანია ქიმიური თვისებებისთვის. არის სრული რაოდენობა ნუკლონების, მასური რიცხვი ეწოდება, ის მასას განსაზღვრავს ატომის ნუკლონები არის ძირითადი წყარო. შესაბამისად, პირველი ორი წევრი ამ გამოსახულებაში არის ნუკლონების მასა, რომ დავშალოთ ბირთვის შემადგენელ ერთეულება და პროტონებად და ნეიტრონებად, მათი ჯამური მასა იქნება ასეთი, ეს მასა უფრო მეტია ვიდრე ბმული მდგომარეობის მასა. ანუ ბირთვის TDM-ი აღნიშნავს ბმული მდგომარეობის მასას. გვაქვს დაშლის შედეგად ასეთი ენერგიის თუ დაიშალა, გვექნება გამოთავისუფლება ასეთი ენერგია, რომელიც არის დელტა M, მასის ეფექტი გამრავლებული C კვადრატზე.
ზოგიერთი იშლება, ხო, ვიცით რომ არსებობს არასტაბილური ბირთვები, იმის მიხედვით როგორია ენერგეტიკულად არის მომგებიანი თუ არ არის მომგებიანი, ხო, ეს განსაზღვრავს ბირთვის დაშლას. აქვს კიდევ ვიცით ასეთი ხო, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. მოკლედ, გასაგებია რომ ბირთვში გვაქვს ნუკლონები სტაბილურ მდგომარეობაში. ნეიტრინოები ცალკე ძალიან დიდი ინტერესის საგანია ფიზიკისთვის. ბირთვული რეაქციები წარმოადგენენ უხწყაროს ნეიტრონებისთვის და ნეიტრონები იშლებიან რა ნეიტრინოებად, შესაბამისად ნეიტრინოებისთვის. ვინაიდან ეს პროცესი არსებობს, აი ეს პროცესი, შეგვიძლია თქვათ, რომ შენახვის კანონები, რადგან ის არის მიმდინარეობს, გვაძლევს შენახვის კანონები, გვაძლევს აუცილებლად ასეთ პროცესებსაც, ასეთი პროცესები უნდა ხდებოდეს, თუ გვაქვს ჩვენ აქ წერია მარცხენა მხარეს პირველი არის ნეიტრინო ელექტრონული, ქვემოთ წერია ანტინეიტრინო ელექტრონული. წარმოიდგინეთ, შევღებულობთ გვაქვს რეაქტორიდან, ბირთვული რეაქტორიდან მიღებული ნეიტრინოების ნაკადი. ისინი რომ არ გქონდეს განსხვავება ნეიტრინოს და ანტინეიტრინოს შორის, ვასხივებთ რა სამიზნეს, რომელიც შეიცავს როგორც ნეიტრონებს, ასევე პროტონებს, გვექნებოდა დაბადება ელექტრონებისაც და პოზიტრონებისაც. რომ არ იყოს განსხვავება ნეიტრინოს და ანტინეიტრინოს შორის. თუმცა, რასაც ვაკვირდებით, არის რომ ასეთი ექსპერიმენტის შედეგად გამოსხივდებიან პოზიტრონები. გამოსხივდებიან პოზიტრონები. ეს ნიშნავს, რომ გვქონდა აი ამ ვინაიდან წყაროს წარმოადგენდა ეს რეაქცია, გქონდა ანტინეიტრინოები. შესაბამისად, წარიმართა ქვემოთ გამოსახული პროცესი. ანტინეიტრინოებმა პროტონებთან ურთიერთქმედებით, სუსტი ურთიერთქმედება. მოკლედ, თუ ყველა ცნობილი დასაშვები კანონით რეაქცია არის უფლებამოსილი, რომ ხორციელდებოდეს, ანუ ეს კანონები არ უკრძალავს ასეთ რეაქციას არსებობას, მაგრამ ვერ ვაკვირდებით. ჩნდება იდეა, რომ არსებობს დამატებითი შენახვადი სიდიდე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ რაღაც რეაქციები არის პროცესები, ნაწილაკთა პროცესები არის აკრძალული. ლეპტონური რიცხვი მსგავსი იდეის ფარგლებში იქნა შემოღებული, მიეწერება 1 სტოლი ლეპტონური რიცხვი, ნეიტრონს, ელექტრონს, ანტინაწილაკებს -1 ლეპტონური რიცხვი. ლეპტონები ძლიერ ურთიერთქმედებაში არ მონაწილეობენ, ძლიერ ურთიერთქმედებაში მონაწილე ნაწილაკებს ადრონებს ვეძახით. ადრონები სუსტ ურთიერთქმედებაშიც მონაწილეობენ, თუმცა ლეპტონები არ მონაწილეობენ ძლიერ ურთიერთქმედებაში. სტანდარტული ელემენტარული ნაწილაკთა სტანდარტული მოდელი არსებობს, რომლის ფარგლებშიც ლეპტონური რიცხვი არის შენახვადი. ხო, წერია დაბალი ენერგეტიკული ნეიტრინოები მართლაც. ხო, სუსტი ურთიერთქმედება ისე როგორც ჩვენ გვესმის, დაბალ ენერგიებზე მართლა იმდენად სუსტია, არის მითითებული, რომ ნეიტრინოს შეუძლია დედამიწა გაიაროს ისე, რომ არ მოვიდეს ურთიერთქმედებაში. მარცხენა ნეიტრინოს და მარჯვენა ანტინეიტრინოს, ანუ ასე ვთქვათ, არსებობს ნეიტრინოები მარცხენა მდგომარეობაში და ანტინეიტრინოები მარჯვენა მდგომარეობაში, ნიშნავს რას? რომ მათ გააჩნიათ
ისინი სტანდარტული მოდელის ფარგლებში ნეიტრინო მოიაზრება როგორც უმასო ნაწილაკი. მათ გააჩნიათ სპინი და ეს სპინი არის ყოველთვის გასწვრივ მოძრაობის მიმართულებისა. ნეიტრინოს შემთხვევაში არის საპირისპიროდ მიმართული, ეს წრიული ბრუნვის მაჩვენებელი ისრები გვეუბნება სპინის მიმართულებას, ჩვენ სპინზე როგორც ვთქვით, შეიძლება გქონდეს ასეთი ინტუიციური წარმოდგენა, რომ ის თითქოს როგორც კუთხური მომენტი შეესაბამება სასრული ზომის სხეულის ნაწილაკის ბრუნვას. მარცხენა ნეიტრინო მოკლედ როდესაც ვრცელდება მისი სპინი, ანუ ჩვეულებრივ ნეიტრინოები არიან მარცხენა მდგომარეობაში, ნიშნავს. αλλά შეიძლება თუ არა ამ ეფექტით განვასხვაოთ ნაწილაკი ნეიტრინოები ანტინეიტრინოებისგან. მაგნიტური მომენტი ძალიან სუსტია, მცირეა ნეიტრინოების. ვინაიდან ისინი ელექტრულად ნეიტრალური არიან, რომ არა კვანტური ეფექტები, მათ საერთოდ არ ეკნებოდათ მაგნიტური მომენტი, იმიტომ რომ ელექტრულად ნეიტრალურია და შესაბამისად მაგნიტური მომენტი რას ნიშნავს, რომ ბრუნავი მუხტი აჩენს დენს. და გააჩნია ბრუნავი მუხტი წარმოადგენს დენს, ანუ მოძრავი მუხტი, ასე ვთქვათ, დენ ნიშნავს, რომ გვაქვს მას გააჩნიათ მაგნიტური ველი, ამაზე საუბარი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მუხტი აქვს ნულოვანი, ვინაიდან ბოზონები სუსტი ურთიერთქმედების გვაქვს დამუხტული ბოზონები, W. კვანტური შესწორების შედეგად მათ აქვთ მცირე, ძალიან მცირე მაგნიტური მომენტი, მაგრამ ამის დაკვროება არის, ალბათ ძალიან რთული. შესაბამისად, ხო, ასეთნაირად ჩვენ ექსპერიმენტის ფარგლებში ვერ გამოსვავებთ დასწრებით. სტანდარტული მოდელის ფარგლებში ჩვენ გვაქვს 3 თაობა ლეპტონების, ეს არის ელექტრონი თავისი ნეიტრინოთი, მიუ ნაწილაკი თავისი ნეიტრინოთი და ტაუ ლეპტონი თავისი ნეიტრინოთი. ეს მასის ზრდის მიხედვით ელექტრონი მიუ და ტაუ მასის ზრდის მიხედვით არის დალაგებული. სტანდარტული მოდელის ფარგლებში ლეპტონური რიცხვის შენახვა გვაქვს ცალკე თითოეული თაობისთვის. ამის გამო ეს ნიშნავს, რომ მაგალითად აღსაულებელია ისეთი პროცესები, რომლებიც სხვა შენახვის კანონებით არის უზრუნველყოფილი, აი აქ მითითებული პროცესები. გარდა ლეპტონური რიცხვისა გვაქვს კიდევ ბარიონული რიცხვი. მივაწერთ კვარკებს და შესაბამისად იმ ნაწილაკებს, რომლებიც კვარკებისგან არის შედგენილი. კვარკის ბარიონული რიცხვი 1/3-ია, ანტიკვარკს მივაწერთ -1/3-ს. როგორც ლეპტონურ რიცხვზე აღვნიშნეთ, ბარიონული რიცხვის შენახვაც ბუდის ვიხდი შემოღებაც უკავშირდება აკრძალვას რეაქციებისა, რომლებიც სხვა შენახვის კანონებით არიან ნებადართული. ესეთი პროცესები, როგორც ქვემოთ არის გამოსახული, ბუნებაში არ დაიმსირება და სწორედ იმიტომ, რომ გვაქვს ბარიონული რიცხვის შენახვა. ნეიტრონები და პროტონებიც სამკვარკოვანი, სამი კვარკის მდგომარეობები არიან, ბუნ მდგომარეობები, მათი ბარიონული რიცხვი 1-ის ტოლია. რომ არ ქონდეს შენახვა, გვექნებოდა ეს რეაქციები. პროტონის სტაბილურობაც შემიძლია ვთქვათ, რომ ვთქვით, რომ ნეიტრონი არ არის სტაბილური, პროტონი სტაბილური ნაწილაკია. უკავშირდება ბარიონული მუხტის ბარიონული რიცხვის შენახვას. სხვა შემთხვევაში გვექნებოდა მაგალითად ასეთი გზით პროტონის დაშლის შესაძლებლობა.
აქ არის მოყვანილი სხვადასხვა ესე კვარკებს, ანტიკვარკებს მივაწერთ -1/3 ბარიონულ რეიცს, კვარკებს ავთ 1/3 და ვიცით რა ესა თუ ის ადრონი როგორი კვარკული შემადგენლობით არის წარმოდგენილი, შეგვიძლია შევაფასოთ. აქცერია მეზონებისთვის, პიონებისთვის ნულის ტოლია. ბარიონული რეიცი. როგორც ხედავთ, ეს რეაქციები დაარღვევს ბარიონული რეიცის შენახვას. სტანდარტული მოდელი ელემენტარულ ნაწილაკთა არის წარმოდგენილი კვარკებით, რომლებიც ის მასის მიხედვით ვაკეთებთ ამ იერარქიას. წარმოდგენილი არიან სამი თაობის, სამი ოჯახით, ასე ვთქვათ. უდე კვარკები, ჩარმი და სტრენჯ კვარკი და თოფი და ბოტამი. გვაქვს ლეპტონების სამი თაობა. გვაქვს ჰიგსი, რომელიც როგორც კვარკების ისე ლეპტონების მასაზე ზრუნავს, ეს ჰიგსი არის კონდენსატი, ანუ ჩვენი აკუმი, რომელშიც ეს ნაწილაკები ცხოვრობენ, არ არის თავისუფალი, არამედ წარმოდგენილია ერთგვაროვანი ჰიგსის ველით. ამ ველთან ურთიერთქმედებით შედეგად ხდება ნაწილაკების თვის მასის ინდუცირება. ამ ჰიგსს გააჩნია თავისი ნაწილაკებიც, ანუ ეს ჰიგსის კონდენსატი წარმოგვიდგენია როგორც ამ ნაწილაკებისგან შექმნილი კონდენსატი. კონდენსატს გულისხმობ შემდეგი შინაარსით, თვალსაჩინო შინაარსით, როგორც სინათლე, რომელიც ელექტრომაგნიტური ტალღის სახით არის წარმოდგენილი, ვაკურთებით ჩვენ ელექტრომაგნიტურ ტალღებს. ერთი მსხვილი და მეორე მსხვილი ვიცით, რომ მათ აქვთ რაღაც აზრით ფოტონური სტრუქტურა. ესე ფოტონები შეიძლება იმყოფებოდნენ ისეთ კვანტურ მდგომარეობაში, რომ რაც შეგვიძლია გავიგოთ კლასიკური ველის სახით, ელექტრომაგნიტური კლასიკური ველი, ამას ვეძახით კონდენსატს, მოკლედ ასეთი სპეციფიური მდგომარეობა კვანტური, რომელიც ეს ჰიგსიც არის მოკლედ ჰიგსის ნაწილაკების კონდენსატი, ჰიგსის ნაწილაკი დღეს უკვე დამწერილი, ეს სტანდარტული მოდელისთვის დიდი ხარდაჭერა. და გვაქვს ურთიერთქმედების გადამტანი, ურთიერთქმედება ხორციელდება კვანტების გაცვლით. ასეთია ჩვენი წარმოდგენა დღევანდელი ურთიერთქმედებაზე, ურთიერთქმედების ძალა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ როგორც პირველადი მახასიათებელი არის აი ამ არ არის სინამდვილეში პირველადი არის ველის ტერმინებში ჩაწერილი და გამოყვანადი, სწორედ ასეთი გზით, რომ უშვებთ ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედებას შუალედური, შუამავალი ნაწილაკის გაცვლით, ანუ ურთიერთქმედების გადამტანი ნაწილაკი. ურთიერთქმედების გადამტანი ნაწილაკები არიან აქ წარმოდგენილი, ეს არის პირველი Z, ანუ Z და W დამოხტულია, არის არებით დამოხტული და უარყოფ და ორივე ნაირი W გვაქვს. Z არის ნეიტრალური ელექტრულად, მძიმე ნაწილაკები არიან ისინი და სწორედ ეს მათი სიმძიმე განაპირობებს იმას, რომ ურთიერთქმედება სუსტი არის დიდ მანძილებზე ეკრანირებული, დიდ მანძილებზე არ ხდება. გამა უმასოა, გლუონები და ფოტონები უმასო არიან და ისინი უზრუნველყოფენ, ინდუცირებენ, განაპირობებენ ელექტრომაგნიტურ და ძლიერ ურთიერთქმედებას. ამ მოდელს სტანდარტულ მოდელს დიდი ექსპერიმენტული ხარდაჭერა აქვს, ანუ კარგად არის დაფუძნებული. ფერმიონები და ბოზონები ხო აქ უნდა ეს საყურადღებო შენიშნოთ, რომ კვარკებიც და ლეპტონებიც არიან ფერმიონები, ნახევარსპინიანი ნაწილაკები არიან. გვაქვს ესე ნახევარსპინიანი ნაწილაკებს ფერმიონებს ვეძახით, მთელსპინიანი ნაწილაკებიც გვაქვს.
რომელთაც ვეძახით ბოზონებს. მათ აქვთ განსხვავებული გასაგებია, ეს რაღაც განსხვავება აუცილებლად არსებობს, რაც უკავშირდება კიდევაც სხვაგვარ სპინს. კერძოდ ამის ილუსტრაცია შეგვიძლია, განსხვავება მათ შორის ასნაირად წარმოვიდგინოთ, თვალსაჩინოება გავაკეთოთ ასეთი, რომ თუ გვაქვს ყუთი, რომელშიც მოვათავსებთ გარკვეული რაოდენობის ბოზონს ან ფერმიონს. ისინი მოიქცევიან სხვადასხვანაირად, თითოეული ნაწილაკი არის წარმოდგენილი დებროილის ტალღით. ბოზონები დაიკავებენ თითოეული ბოზონის ტალღის სიგრძე, იქნება ყუთში დამწყვლელი ბოზონის ტალღის სიგრძე, იქნება ამ ყუთის სიგრძის ზომის სადარი. თითოეულ მათგანს შეუძლია, აი ფერმიონები არიან ძალიან მეტაბისენი. თითოეული ფერმიონი მიითვისებს თავის წილ მოცულობას. თუ n-ცალ ფერმიონს მოვათავსებთ ყუთში, მაშინ თითოეული მათგანი მიითვისებს აი ამ მოცულობას. ანუ ტალღის სიგრძე ფერმიონების ჩავსვამთ n-ცალ ფერმიონს L კუბ ზომის ყუთში. თითოეული ნაწილაკისთვის ფერმიონისთვის გვექნება ტალღის სიგრძე მცირე, უფრო მცირე, ანუ ბოზონი იკავებდა მთელ ყუთს, ამათ დაიკავეს აი ასეთი გაყოფილი n-ი 1/13-ზე, ეს არის რაოდენობა ნაწილაკების. შესაბამისად გვექნება თითოეული ლამდასთვის შეგვიძლია შევაფასოთ ენერგია, თუ შემცირდა ტალღის სიგრძე, გაიზრდება იმპულსი, ეს არის დებროილის თანაფარდობა, მის დახმარებით შეგვიძლია შევაფასოთ როგორ ენერგიას ჯამური ენერგია, მოკლედ სისტემის, ფერმიონული სისტემისთვის და მახასიათებელი მნიშვნელოვანი ნაწილაკთა ურთიერთქმედების არის განივკვეთი. შეგვიძლია ასეთი ექსპერიმენტი წარმოვიდგინოთ, გვაქვს ფოლგა, ეს ფოლგა არის ერთგვაროვანი, აქ მითითებულია ნაწილაკები, მოყავისფრო ნაწილაკები, როგორც ფოლგის შემადგენელი ნაწილაკები და ეცემა ცილინდრული ფორმის ნაკადი შავი ნაწილაკების ურთიერთქმედებას გებულობთ ისე, რომ გადაიხრება, იმპულსი შეიცვლება ნაწილაკის, რომელიც დაეცა, გვაქვს აღვრიცხავთ შემდეგ დაცემულ ნაწილაკებს და შეგვიძლია რაოდენობა განსაზღვროთ, ვიცით, დაცემულ ნაწილაკების რაოდენობა, უნდა ვიცოდეთ სრაგე კონცენტრაცია ფოლგის შემადგენელი ნაწილაკების და დავიცვლით რა, შევაფასებთ რა ურთიერთქმედებათ არის, ანუ გაბნეული, გადახრილი, ასე ვთქვათ, ნაწილაკების რაოდენობას, შავი ნაწილაკების. შეგვიძლია ვიმსჯელოთ რა ალბათობით ხდება, რამდენად ალბათურია ურთიერთქმედება ამ ორ ნაწილაკს, ორი ტიპის ნაწილაკებს შორის. მოკლედ A ტიპის ნაწილაკებია ეს შავი, რომლებიც ეცემიან ფოლგას, რაოდენობა გვაქვს NA, A ტიპის ნაწილაკების, მათი განივკვეთი არის ეს, ცილინდრული, არ აქვს აქ არცერთი მნიშვნელობა, ამბობ ნახატზე ასე გვაქვს გამოსახული. ეს არის განივკვეთი, ესე ამ კონის ნაკადის, ეცემა B ტიპის ნაწილაკებისგან შედგენილ ფოლგას და მარტივად სავსებით ინტუიციურად დავასკვნით, შეგვიძლია ეს ფორმულა მივიღოთ. კერძოდ მარცხენა მხარეს n-ი არის ურთიერთქმედებათა რიცხვი. NB-ს თუ S-ზე გავყოფთ, ეს იქნება კონცენტრაცია ფოლგაში იმ უბანზე, ასე ვთქვათ, რა უბანსაც
ასხივებს A-ტიპის ნაწილაკები, ბუნებრივია პროპორციული იქნება ეს ურთიერთქმედებათა რიცხვი იმისა როგორია კონცენტრაცია B ნაწილაკების და აგრეთვე რაოდენობის A ნაწილაკების, ხომ თუ თქვათ დაცემა მოხდა 7 ნაწილაკი თუ დავასხივეთ, ფოლ გას და ურთიერთქმედება შევიდა 2, ბუნებრივად მოველით რომ თოთ ორჯერ მეტი ნაწილაკების ნაწილაკებით დასხივებისას ორჯერ გაიზრდება ურთიერთქმედებათა რიცხვიც, ხომ პროპორციულია ენას და პროპორციულობის კოეფიციენტი არის ფართობის განსხვავების მქონე, აი ეს სიგმა, მას უნდა ქონდეს ფართობის განსხვავება, იმიტომ რომ შეგვეცოს S-ის განსხვავება, n-ი მარცხნივ არის უგანზომილებო. ის არის მახასიათებელი ნაწილაკთა ურთიერთქმედების. ის უკვე ახასიათებს ნაწილაკთა ურთიერთქმედების ალბათობას, ეწოდება განივკვეთი ურთიერთქმედების. თუ ვიცით განივკვეთი, შეგვიძლია შევაფასოთ საშუალო თავისუფალი განარბენი, როდესაც გვაქვს შევაგდებთ, ასე ვთქვათ, A-ტიპის ნაწილაკს გაზში, რომელიც წარმოადგენს, ვთქვათ, B-ტიპის. აქ არ არის არსებითი, რომ A სხვა იყოს და B სხვა იყოს, ზოგადად შემთხვევაში იქნება ასე. ნაწილაკი შევაგდეთ გაზში, ვიცით ამ გაზის ნაწილაკებთან, შემოდგენილ ნაწილაკებთან როგორი არის ურთიერთქმედების განივკვეთი A ნაწილაკის. და გვექნება ცხადია დიდი დროის განმავლობაში თუ დავუკვირდებით დაჯახებები. აიარა რაღაც მანძილი, დაიჯახა, გაიარა კიდევ რაღაც მანძილი და ასე შემდეგ. ბევრი ასეთი დაჯახება თუ გვაქვს, შეგვიძლია საშუალო თავისუფალი, ესე იგი, დაჯახებიდან დაჯახებამდე მანძილები რომ ავჯამოთ და გავყოთ დაჯახებათა რიცხვზე. ეს იქნება საშუალო თავისუფალი განარბენი, ის ცხადია უკუპროპორციული იქნება კვეთის, ან თუ ძალიან ალბათურია კვეთი თუ დიდია განივკვეთი ურთიერთქმედება, ნიშნავს ურთიერთქმედება ალბათურია. ნუ ასეთ შემთხვევაში L-ი შემცირდება ცხადია. და კონცენტრაციის B-ტიპის ნაწილაკთა კონცენტრაციის იქნება არც უკუპროპორციული. ასე გებია რომ ესეც მოსებით ინტუიციურად რომ მოგლეთ შეგვიძლია განზომილებითი ანალიზით დავწეროთ ასეთი გამოსახულება საშუალო თავისუფალი განარბენისთვის აქ სიგმა როგორც ვთქვით, არის ეს განზომილებას აღნიშნავს კვადრატული ფრჩხილები, სიგმა არის ფართობის განზომილების მქონე, კონცენტრაციის განზომილება არის მანძილი. ერთი გაყოფილი მანძილი ხარისხად 3, ხო? კონცენტრაცია ეს არის ნაწილებთა რაოდენობა გაყოფილი მოცულობაზე, ან მოცულობის შებრუნებული სიდიდე. ამ გამოსახულებას სიგმა n ექნება მანძილის შებრუნებული განზომილება და შესაბამისად მივიღებთ რომ თუ ვიცით სიჩქარე A-ტიპის ნაწილაკისთვის რა სიჩქარით მოძრაობს, მაშინ შეგვიძლია შევაფასოთ ერთი ურთიერთქმედებისთვის საჭირო საშუალო დრო. შეგვიძლია შევაფასოთ ადრეულ სამყაროში მოხდა რამდენიმე ტიპის ნაწილაკთა განცალება, შინაარსი მდგომარეობს ამის შემდეგში, ვიცით რომ დამკვირვებელი ნებისმიერ სამყაროში არის შემოსაზღვრული კოსმოლოგიური ჰორიზონტით, ამაზე წარმოქმნას გვაძლევს ჰაბლის კანონი, ჩვენ ვისაუბრეთ ამის შესახებ, აქ წერია ჰაბლის კანონი, რომელიც გვეუბნება რომ სიჩქარე ორ ან ორ წერტილს შორის სამყაროს გაფართოების შედეგად სიჩქარე, რომელთაც ისინი ერთმანეთს შორდებიან, არის პროპორციული მათ შორის მანძილის. გვექნება ცხადია ისეთი მანძილები, როდესაც კრიტიკული კოსმოლოგიური ჰორიზონტს აღნიშნავს ეს L-ი, როდესაც ეს სიჩქარე C-ს გაუტოლდება. ამ არის მიღმა რა ხდება ჩვენთვის არის დაუკვირვებელი, აღარ არის მიზეზობრივად კავშირში ჩვენთან წვდომის არეში აღარ არის, ანუ შემოსაზღვრული ვართ
ასეთი მიზეზობრივი არის კოსმოლოგიური ჰორიზონტით. როდესაც თავისუფალი განარბენი გახდება სადარი, გახდება ტოლი ამ ჰორიზონტის ნაწილების თავისუფალი განარბენი, გულისხმობთ ადრეულ სამყაროში გვაქვს. როგორც ვთქვით, დასახლებულია ნაწილაკებით, თვითონ მათგანს გააჩნია ეს მახასიათებელი საშუალო განარბენი, როდესაც ეს გაუტოლდება კოსმოლოგიურ ჰორიზონტს, ვამბობთ, რომ პრაქტიკულად ურთიერთქმედების გარეშე ცხოვრობენ, ანუ ნაკლებად ექვემდებარება ის განცალდა გავლენას, სხვა ნაწილაკების გავლენას ნაკლებად ექვემდებარება და რაც მნიშვნელოვანია, კერძოდ ასეთი აღმოჩენილია რელიქტური ფონი, ანუ ესეთი ადრეულ ეტაპზე განცალებული ფონი სამყაროში ფოტონების. რომლებიც ინახავენ ისინი რა თქმა უნდა ურთიერთქმედებენ, როგორც ვთქვით, ნაკლებად უბრალოდ რომ არ ურთიერთქმედებაში რომ არ მოდიოდნენ დანარჩენ სამყაროსთან, ცხადია ჩვენ მას ვერ დავიჭერდით, დეტექტირება შეუძლებელი იქნებოდა მათ. მოკლედ ისინი ინახავენ ადრეული სამყაროს შესახებ ინფორმაციას, გვეუბნებიან მაგალითად, რომ ადრეული სამყარო იყო ერთგვაროვანი, საკმაოდ დიდი სიზუსტით. დღევანდელი სამყაროს ერთგვაროვნება ნიშნავს, რომ ჩვენ დიდმასშტაბოვანი სამყარო განვიხილოთ, ხო? მცირე მასშტაბური სამყარო ხედავთ, რომ არ არის ერთგვაროვანი. უფრო ადრე ნეიტრინოების განცალება მოხდა, ნეიტრინული კოსმოსური ნეიტრინული ფონი დანამდვილებით ვიცით, რომ არსებობს, თუმცა მისი აღმოჩენა არის ჩვენ ზემოთ აღნიშნეთ, რომ ნეიტრინოები დაბალ ენერგიებზე ძალიან სუსტად ურთიერთქმედებენ, ეთა ამ ურთიერთქმედების ძალიან მცირეა. ამიტომ რთულია დეტექტირება ფონის, ნეიტრინული კოსმოსური ფონის, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ უნდა არსებობდეს და თუ გრავიტონები არსებობენ, თუ გრავიტაციაც მოკლედ სხვა გრავიტაციას უფრო რთულად სპეციფიურად მოწყობილი ურთიერთქმედება აინშტაინის თეორიის ფარგლებში. თუ გვაქვს გრავიტონები, უნდა გქონდეს გრავიტონების რელიქტური ფონიც სამყაროში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ეს არის ადრეულ სამყაროში პროცესების გაყინვა, რაც ატარებს შემდეგ შინაარსს, რომ ჩვენ შევაფასეთ, აი აქ გქონდა შეფასება ერთი ურთიერთქმედებისთვის საჭირო დრო. იმისთვის რომ იყოს ორი გაზის ნარევი, A ტიპის ნაწილაკებისგან შემდგარი გაზი და B ტიპის ნაწილაკებისგან შემდგარი გაზი, ნარევია იყვნენ ერთმანეთთან თერმოდინამიურ წონასწორობაში, მათი თანაცხოვრების დრო უნდა ბევრად აღემატებოდეს ურთიერთქმედების დროს. ანუ გათანაბრება თერმოდინამიურ წონასწორობაში, ანუ თერმოდინამიური ტემპერატურის მაგალითად გათანაბრება ნიშნავს, რომ უნდა ერთი შეიძლება იყოს, გასაგებია, უნდა მოხდეს ურთიერთქმედება, ხო, ასე ხდება, ენერგიის გადაცემა უნდა მოხდეს. შესაბამისად, გვჭირდება ბევრი დაჯახება ამისთვის, შესაბამისად, დრო, რომელიც გვჭირდება ერთ ურთიერთქმედებას, უნდა იყოს ბევრად მცირე იმ დროსთან შედარებით, რაც ჭირდება თერმოდინამიურ წონასწორობაში მოსვლას. სამყაროს ასაკია აქ T, ამას აი აქ T გულისხმობს, ეს არის სამყაროს ასაკი. თუ ეს T არის ბევრად აღემატება ერთი ურთიერთქმედების საჭიროდ, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ორი გაზი ერთმანეთთან არის თერმოდინამიურ წონასწორობაში. როდესაც დაირღვევა ეს პირობა, როდესაც გაუტოლდება სამყაროს ასაკი, ჩვენ გვქონდა ჰაბლის პარამეტრი შევაფასეთ ერთ-ერთი წინა ლექციის ფარგლებში, როდესაც მასშტაბური ფაქტორი დროზე იყო ხარისხობრივი კანონით დამოკიდებული, იყო T-ს რაღაც ხარისხი. ხარისხობრივი თუ ხარისხოვანი, ალბათ სწორი ნათქვამი იქნება, ანუ
მასშტაბური ფაქტორი, ასეთი გვაქვს შემთხვევა, როგორც მატერიით დომინირებული სამყაროსთვის, ასევე რადიაციით, მადრეული სამყარო არის რადიაციით, ანუ რელატივისტური მატერიით დომინირებული. ორივე შემთხვევაში დამოკიდებულება მასშტაბური ფაქტორის T-ზე არის T-ს რაღაც ხარისხი, ასე ვქონდა. 2/3 და 1/3 შეცვალებად H-ს თუ შევაფასებთ მასშტაბური ვიცით მასშტაბური ფაქტორი, მივიღებთ აი ასეთ ტოლობას, რომ ჰაბლის პარამეტრი, ჰაბლის პარამეტრი ფრიდმანის განტოლებიდან უკავშირდებოდა ენერგიის სიმკვრივეს, სამყაროს ენერგიის სიმკვრივეს. გვექნება ასეთი თანაფარდობა, რომ ასაკი შეგვიძლია შევაფასოთ სამყაროს ასაკი შეგვიძლია შევაფასოთ ჰაბლის პარამეტრის ცოდნით. შესაბამისად, პირობა წონასწორობის ამ ორი გაზის ერთმანეთთან თერმოდინამიკურ წონასწორობაში ყოფნის პირობა შეგვიძლია დავწეროთ ასეთნაირად. როგორც აი ეს გამოსახულება გვეუბნება, უნდა ვიცოდეთ სიგმა. ამ სიგმას ჩვენ ვაფასებთ ელემენტარულ ნაწილთა ფიზიკის, აი სტანდარტული მოდელის გამოყენებით, ელემენტარულ ნაწილთა ფიზიკის ფარგლებში. ვაფასებთ და ახლა ეს რატომ ვახსენე, რომ ჩვენ საუბრობთ ბირთვების სინთეზზე, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის ადრეულ სამყაროში როგორი ბირთვების სინთეზი მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანია როგორი თანაფარდობით გაიყინებიან ერთმანეთთან ნეიტრონები და პროტონები. ხო, ამის აქ თამაშობს მნიშვნელოვან როლს თამაშობს მასათა სხვაობა, ესე იგი ну, ამის დეტალიზაციას ადრეულ აღწერას არ მოვახდენთ, მაგრამ აღნიშნოთ, რომ მასათა სხვაობა ნეიტრონი არის ოდნავ უბრალოდ მძიმე პროტონთან შედარებით და ის ტემპერატურა, რომელზეც ხდება გაყინვა, როდესაც გვექნება გაყინვა, ესე იგი აი ამ პარამეტრებით შეგვიძლია თანაფარდობა როგორი თანაფარდობით გაიყინება და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გამოვიყვანოთ, შევაფასოთ ადრეულ სამყაროში როგორი ბირთვების სინთეზი გვექნება, ხო, ატომები ბევრად მოგვიანებით გაჩნდნენ, როგორც იქ ნახატზე იყო ზემოთ ნახეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი, სუბუქი ელემენტების განაწილება სამყაროში გვაძლევს არის კარგ თანხმობაში ცხელი გაფართოებული სამყაროს მოდელთან, ეს არის ერთ-ერთი სამხელი იმის, რომ ცხელი გაფართოებული სამყარო არის კარგი მოდელი, რომელიც სწორად წინასწარმეტყველებს სამყაროს მახასიათებლებს. ვარსკვლავები, როგორც თქვით, ჩნდებიან გარემოში, რომელიც არის წყალბადით და ჰელიუმით წარმოდგენილი, შეშფოთებების გრავიტაციული შეკუმშვით, რომელიც არის ზრდადი, ჩვენ საუბრობთ, რომ არსებობს შეშფოთებებისთვის ერთი მახასიათებელი, როგორც არის ჯინსის სიგრძე, მის მიხედვით უკვე ტრანსომის გვექნება ეს შეშფოთებები, მათ შეიძლება ისინი ან ზრდას დაიწყებენ, ან დაიშლებიან, ასე ვთქვათ, სიმკვრივის შეშფოთებებზე საუბარი. როგორც ვთქვით, ამის მაგალითია მზე გვეუბნება შემადგენლოვანი ნივთიერებები მზეზე წარმოდგენილია. ზემოთ ვთქვით, ისე თანაფარდობით, რომ დომინანტი არის წყალბადი, შემდეგ ჰელიუმი და ძალთა ბალანსის პირობა, ასე ვარსკვლავსი შემკურვებები, გრავიტაციული შემკურვებები გულისხმობს, რომ გრავიტაცია როგორც მიზიდვის ძალა ცდილობს ნაწილაკების ერთმანეთთან დაახლოებას და მეზობელი ნაწილაკების ჩაღლაპვას მოზიდავს უკვე ამ წარმონაქმნის მიერ. მეორე მხრივ, შემადგენელი ნაწილაკები ხასიათდებიან იმპულსით, იგივე
საუბრობთ ენერგიაზე, გამწნევა გააჩნიათ და ცდილობენ ამ ბურთის, ამ შემთხვევების გაფართოებას, დაშლას. ენერგიას და ტემპერატურას შორის გვაქვს ბოლცმანის მუდმივის საშუალება K B არის ბოლცმანის მუდმივა. ასეთი კავშირი გვაქვს და ვიცით იდეალური აერი, იდეალური გაზი. იდეალური ასეთი გაზი, სადაც ნაკლები ურთიერთკავშირი გაიშვიათებული საკმაოდ. სასტაჯახებები არის დაჯახებების შესაძლებლობა ურთიერთქმედება შემადგენელ ნაწილებს შორის მცირე. წნევა იდეალური აერისთვის ასე გამოისახება, ეს არის KB არის ბოლცმანის მუდმივა, N კონცენტრაცია არის ნაწილაკების და T არის ტემპერატურა. ადრეც გქონდა ეს სურათი, შეგვიძლია შევაფასოთ ამ ძალთა ბალანსი, წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ბურთი ამ წყალბად ჰელიუმის გაზის. აზრობრივად გავკვეთოთ აი ამ სიბრტყით ორი ნახევარსფეროს სახით წარმოვიდგინოთ. ეს იქნება აი ამ ზედაპირზე მოქმედი πr კვადრატი არის ამ დისკის ფართობი. ძალა იქნება, ეს არის გამხლეთში ძალა, ასე ვთქვათ, წნევით გამოწვეული და ამ ორ ნახევარსფეროს შორის გრავიტაციული ურთიერთქმედების ძალა შეგვიძლია ასე შევაფასოთ. N არის კონცენტრაცია, როგორც ვთქვით, ის შეგვიძლია გამოვსახოთ ბურთის სრული მასა გაყოფილი ეს პროტონის მასა, მასის ძირითადი წყარო, ნუკლონები, ხო? ნეიტრონი და პროტონის მასა პრაქტიკულად ერთნაირია. ეს არის ნუკლონის მასა, ეს არის რაოდენობა ამ ნაწილაკების, ხო, ეს დიდი n როწერი, ეს არის დიდი m გაყოფილი m პლანკზე და v შეცვლილია r კუბით უნდა იყოს. არაზუსტი გამოსახულება, ეს ფაქტორები რიცხვი გადავყარეთ. იყოს 4 πr კუბი. წნევა შესაბამისად, თუ გამოსახავთ მასის საშუალებით, ასეთ სახეს მიიღებს, არის. და ძალთა ბალანსი გვაძლევს საშუალებას, აი ეს საინტერესო. მარტივი შეფასებაა, ნახეთ, საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ r რადიუსის და დიდი m მასის მქონე ვარსკვლავისთვის ტემპერატურა. საინტერესო მზისთვის თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფორმულა, მოეწიოთ მახასიათებლები მზის ინტერნეტში, გააკეთოთ შეფასება დამოუკიდებლად და შეადაროთ რამდენად ახლოს არის ასეთნაირად მიღებული ტემპერატურა მზის ტემპერატურასთან. მოკლედ შეკუმშვის ხარჯზე იზრდება ტემპერატურა, აქ ჩანს რომ თუ r რადიუსი მცირდება, ტემპერატურა იზრდება. ეს განაპირობებს იმას, რომ გვაქვს იონიზაციას განაპირობებს, ტემპერატურა გაიზრდება, წნევა გაიზრდება, კონცენტრაციაც და გვაქვს რეალურად ეს წყალბადი და ჰელიუმი ასეთ ვარსკვლავებში, როგორც დაშლილი, დაქუცმაცებული. მაღალ ტემპერატურაზე ჩნდება იმის საშუალება, რომ წარიმართოს ბირთვული რეაქციები, თუმცა აქ ეს ძალიან საკმაოდ დელიკატური საკითხია. ბირთვებს შორის ურთიერთქმედება, ნუკლონებს შორის ურთიერთქმედება, ძლიერი, ანუ ბირთვული ურთიერთქმედება, ესე ძლიერი ურთიერთქმედების გამოწვეული, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა აქვს ბირთვული რეაქციების ინიციირებისთვის სუსტ ურთიერთქმედებას აქვს. იმიტომ რომ შემაი პროტონებს და ჰელიუმის ბირთვების შეჯვარებით, ასე ვთქვათ, ვერ მივიღებთ ახალ ბირთვებს, ასეთი ბირთვები არ არსებობენ. სუსტი პროცესია ასეთნაირად ინიციირებს დეითერიუმის წარმოქმნას, ეს დეითერიუმი ჩვენ ხონდა ნახეთ, გვახსოვს ნახატი.
ესე იგი, ერთი პროტონი წარმოიდგინეთ, რომ ეს ბირთვი ხატი აქვს. ატომზე აბსოლუტურად როგორც თქვით, ბირთვი ხატია. წერია უბრალოდ. ესე იგი, ერთი პროტონი ამ პროტონ-პროტონის ურთიერთქმედება არის, ოღონდ სუსტი ურთიერთქმედებით. ერთი პროტონი, რომ წარმოიდგინოთ ნეიტრონის, გადავიდე ნეიტრონში, ელექტრონი, პოზიტრონი და ნეიტრინო. ასეთი რეაქცია განხორციელა სუსტი ურთიერთქმედებით და დაწყვილდა პროტონი იმ ნეიტრონთან, ესეთი დეითერიუმის ასეთი ბირთვი გააჩინა. სუსტი ურთიერთქმედებით. ვინაიდან სუსტი ურთიერთქმედებით არის ეს პროცესი განპირობებული, არის საკმაოდ დაბალ ალბათური. ну კიდევ ალბათური სიმცირეს ის განაპირობებს მითებულია, რომ პროტონს და პროტონს შორის ისინი არიან ერთნაირად დამოხტული, კულომის გამზიდავი ძალა მოქმედებს დიდი. შესაბამისად, წერია, რომ ეს სიმცირე ამ პროცესის ალბათობის სიმცირე განაპირობებს კიდევაც წყალბადის წვავარსკვლავებში მიმდინარეობს ნელა, ну აი ახლა აქ რაზეც საუბარია, ეს არის იმის აღწერა, როგორ ხდება თავდაპირველ ეტაპზე წყალბადის წვა ბირთვული რეაქციები, ანუ სხვა სიტყვებით, ამ წყალბადს როგორ გარდაქმნიან ჰელიუმად. დეითერიუმის გაჩენის შემდეგ ხორციელდება ეს ბირთვის სინთეზი, მას უკვე შეუძლია მიერთოს პროტონი და ეს პროცესი კიდევ შემდეგი მიერთება, არის აკრძალული, უბრალოდ ასეთი ბირთვები არ გვაქვს, შესაბამისად ეს არ ხდება, მაგრამ ეს პროცესიც ეს პროცესი არის სუსტი ურთიერთქმედებით გამოწვეული, როგორც ზემოთ ვთქვით, ერთი პროტონი ნეიტრონად, პოზიტრონად და ნეიტრინოდ დაიშალა და მიება აი ამ ბირთვს. ესეც არის ჩახშობილი, სუსტი ურთიერთქმედებით რადგან არის განპირობებული. ადგილი აქვს ასეთ პროცესს, აქტიურად მიმდინარე პროცესს, ჰელიუმი ბირთვის სინთეზით. მოკლედ, რასაც თავდაპირველ ეტაპზე ვაკვირდებით ვარსკვლავში, ეს არის მართლაც ჰელიუმის წვა. ბოდიშით წყალბადის წვა, წყალბადის გარდაქმნა ჰელიუმად და გამოთავისუფლება ენერგიის, ეს აცხელებს და ინარჩუნებს, მოკლედ. ну ეს გრძელდება გრძელი პროცესია, შემდეგ მძიმე ელემენტების წვით, ბირთვული სინთეზი და საბოლოო ჯამში ამოვწურებთ რამ საწვავს თქვათ ასე ხატოვნად. გვექნება ცივი ვარსკვლავი, გაცივდებენ ეს ვარსკვლავი, ეს კუბიკი, რასაც მიუთითებს, არის სქემატური გამოსახულება, ზემოთ ნაჩვენები ფერმიონების მიერ ყუთის დაკავების. ანუ გვაქვს ფერმიონები, გაზი, ცივი. გაზი გვაქვს, რომლებიც იკავებენ დიდ მოცულობაში, თავიანთ თითოეული მათგანი პატარა მოცულობას და იმისთვის რომ შევაფასოთ როგორ გაგრძელდება სცენარი, უნდა კვლავ დებროილის თანაფარდობა გამოვიყენოთ. ეს მსჯელობა ზემოთაც გქონდა, ფერი განსხვავებული. ეს არის ერთი ფერმიონის მიერ ნაწილაკის მიერ დაკავებული მოცულობა, ლამდა არის ტალღის სიგრძე დებროილის. დიდი V არის სრული მოცულობა. გვაქვს ასეთი თანაფარდობა მათ შორის. შეგვიძლია დებროილის თანაფარდობის გამოყენებით შევაფასოთ
იმპულსი ფერმიონის. ლაუშავთ რომ არელატივისტური ფერმიონები გვაქვს, ანუ აი ეს პირობა არის უზრუნველყოფილი. აქ წერია ელექტრონია. ინდექსი m მიუთითებს ელექტრონს. თუ მასასთან შედარებით, ნუ mc-სთან შედარებით არის ბევრად ნაკლები, მაშინ შეგვიძლია ჩვენთვის ცნობილი კინეტიკური ენერგიის გამოსახულება გამოვიყენოთ და შევაფასოთ აქ სხვა არაფერი არ წერია, ეს არის p კვადრატი n-ი არის კონცენტრაცია, ვამრავლებთ r კუბზე, მოცულობაზე არაზუსტი გამოსახულება, რიცხვი ფაქტორები, რომლებიც არ არიან დიდი, გვაქვს უგულებელყოფილი. ეს არის n ის ნამრავალი r კუბზე არის სრული რაოდენობა ელექტრონების. მეორე წევრი არის კინეტიკური თითოეული ნაწილაკის ენერგია, ანუ p კვადრატი გაყოფილი 2m-ზე უნდა ეწეროს, ეს ორიანი არის გადაგდებული. თუ გამოვიყენებთ p იმპულსის შეფასებას, რომელიც აქ ვიწერია, მივიღებ საშუალო კინეტიკური ენერგიისთვის აი ასეთ გამოსახულებას. ნუ ელექტრულად ნეიტრალურია, ვარსკვლავი ვთქვით ატომების წყალბადის და ჰელიუმის ატომების გრავიტაციული კონდენსაციის შედეგად გაჩნდა, ის ელექტრულად ნეიტრალურია, ამიტომ შეგვიძლია ასე სრული მასა გაყოფილი m პროტონზე, აი აქ რაც წერია, ეს არის რაოდენობა პროტონების და გაყოფილი მოცულობაზე, ანუ არის კონცენტრაცია, ის იგივე იქნება, რაც ელექტრონების კონცენტრაციაა. გამოსახეთ მასის მასა, როგორც ვთქვით, განპირობებულია ნუკლონებით, ხო? ამ გამოსახეთ ამ ვარსკვლავის მასის საშუალებით კინეტიკური ენერგია. სრული ენერგიისთვის გვექნება ეს გამოსახულება, ეს გამოსახულება თვისებრივად გავს, თუ მიაქცევთ კუთხედებას, იმას, რაც ჩვენ გვქონდა დე ბროილის იდეაზე დაყრდნობით ელექტრონისთვის ატომში. გვაქვს პირველი წევრი კინეტიკური ენერგიის გამომსახველი, ეს წევრი, როდესაც r-ი მცირდება, იზრდება, ამ გამოსახულებას გააჩნია მინიმალური მნიშვნელობა. რადიუსის აი ასეთი r-ის აი ამ მნიშვნელობისთვის ანუ გააჩნია მინიმუმ შემოსაზღვრულია ქვემოდან. ვიპოვით ამ მინიმუმს, მისი მნიშვნელობა არის ეს. და ეს მინიმუმი შეესაბამება წონასწორულ კონფიგურაციას, ენერგეტიკულად ყველაზე ხელსაყრელი მდგომარეობაა. შეუძლია შევაფასოთ, როგორი იქნება ასეთ ობიექტში, ასეთ ვარსკვლავში ელექტრონების კონცენტრაცია, ის არის გამოსახული, როგორც ხედავთ, მასით, ობიექტის მასით. არელატივისტური მიახლოება რას გულისხმობს, აი აქ ვიწერია. ეს ნიშნავს ასეთ პირობას, ანუ ნიშნავს, რომ მასა უნდა იყოს რაღაც კრიტიკულ მნიშვნელობაზე ნაკლები. როდესაც მასა აღემატება ამ კრიტიკულ მნიშვნელობას, ელექტრონები არიან რელატივისტური, მათი ენერგიისთვის უნდა გამოვიყენოთ ასეთი შეფასება, ანუ ენერგიაში მასის წვლილი არის უგულებელსაყოფი ასეთ დროს, ეს არის n r კუბი არის ნაწილებთა რაოდენობა და მეორე არის თითოეული ნაწილი ელექტრონის ენერგია შეფასებული. იმპულსის სეზნამრავლი, ეს არის სრული ენერგია მიღებული ასეთნაირად. სრული ენერგიისთვის მივიღებთ აი ამ გამოსახულებას. როდესაც მასა აღემატება m კრიტიკულს, ჩვენ აღარ გვექნება შესაძლებლობა წონასწორობის, ესე იგი, აქ რაც ჩვენ ვნახეთ, გვაქვს წნევა, გამზიდავი ფაქტორი, ისე როგორც კულომის ბოდიშეფტი ატომის შემთხვევაში გვქონდა. გვექნება მოკლედ
ესეთი ვარსკვლავები, რომლებიც არ იქნებიან სტაბილური, ეს წნევა, ანუ პაულის პრინციპი ჩვენ ახლა რასაც ვიყენებთ, რომ თითოეულმა აწილაკმა მიითვისა თავისი მოცულობა და ასე ვთქვათ, პაულის პრინციპით განპირობებული წნევა, რაც ხელს უშლის შეკუმშვას და ასტაბილურებს და განაპირობებს სასრულ რადიუსს, აღარ გვექნება, ეს გაგრძელდება შეკუმშვა უფრო დიდი მასის და გვექნება საბოლოოდ, სავარაუდოდ მივიღებთ შავი ხვრელების წარმოშობას. პირველი მოხსენება ამით მინდა დავამთავრო და გადავიდეთ შემდეგ მოხსენებაზე. თუ შეკითხვები არ გაქვთ. არა, ჯერჯერობით არაფერი. მადლობა. კეთილი, განვაგრძოთ, ვისაუბროთ შავი ხვრელების შესახებ. შავი ხვრელები დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია. ისინი დიდი გიგანტური შავი ხვრელები არიან აღმოჩენილი საკმაო რაოდენობით. შავი ხვრელი გვესმის როგორც ძლიერად გრავიტირებადი სისტემა, რომელსაც სიტყვა შავი მიუთითებს იმას, რომ მას შეუძლია ჩაღლაპოს, მაგრამ არ გამოასხიოს. შეფასება შავი ხვრელის ზომის შეგვიძლია გავაკეთოთ ნიუტონის კანონის გამოყენებით. ჩვენ მქონდა ნიუტონის არის მოწყვეტის სიჩქარე, აი აქ ეს ტოლობა არის ენერგიის შენახვიდან გამომდინარე. ნულოვანი ენერგიის პირობა, მეტი არაფერი, ეს არის ნულოვანი ენერგიის პირობა, იმისთვის რომ უსასრულობაში შეძლოს მცირე m ზომის ნაწილაკმა, რომელიც დიდი m სხეულის გრავიტაციულ ველში მოძრაობს, შეძლოს უსასრულობაში წასვლა, მას უნდა მივანიჭოთ ეს სიჩქარე. ანუ სრული ენერგია პატარა m-ის უნდა იყოს ნულის ტოლი მაინც. თუ ნულზე ნაკლებია ის უსასრულობაში ვერ წავა, აუცილებლად დაბრუნდება, შეიძლება საკმაოდ შორს წავიდეს, მაგრამ დაბრუნდება. თუ არის უფრო მეტი ეს ენერგია, რა თქმა უნდა, წავა, მაგრამ ეს არის მინიმალური, მოკლედ შესაძლებლობა ნულოვანი სრული ენერგია, რაც ნიშნავს, რომ ასეთი სიჩქარე უნდა მივანიჭოთ. ეს მოწყვეტის სიჩქარე, როდესაც მოწყვეტის სიჩქარე როდესაც თუ გვაქვს დიდი m მასის სხეული, რომელსაც კუმშავთ ის რადიუსს ვამცირებთ, ხედავთ, რომ მოწყვეტის სიჩქარე იზრდება. რადიუსი თუ შემცირდა, v იზრდება. და მიაღწევს მნიშვნელობა c სინათლის სიჩქარის მნიშვნელობას, რომელიც სრულია, რაც ნიშნავს, რომ ვერც ერთი ნაწილაკი, ანუ უფრო მეტი სიჩქარე ნაწილაკებს არ გააჩნიათ. ვერც ერთი ნაწილაკი ვეღარ დატოვებს შავ ხვრელს, ანუ ის ნაწილაკებს აღარ გამოუშვებს. ამ გზით შეფასებული რადიუსი შავი ხვრელის გამოიყურება ასეთნაირად, ის განისაზღვრება მასით. თუ შევძლებთ და m-მასის სხეულს შევკუმშავთ, ეს ძალიან მცირე მანძილები გამოდის ტიპიური m-ისთვის ყოველდღიურ. მაგალითად, დედამიწას რომ ავიღოთ m-ის როლში. ამის შეფასება შეგვიძლია, ძალიან შევკუმშოთ, მოკლედ იმისთვის, რომ შავი ხვრელი გახდეს. შავი ხვრელი ნიშნავს ორ მიზეზობრივად დაუკავშირებელ არეს, ის რომ ინფორმაციის მიმოწვლა აღარ ხდება.
და ამ არის რადიუსი განისაზღვრება შავი ხვრელის აი ამ გრავიტაციული რადიუსით. საინტერესოა ეს საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა შეკუმშვის შედეგად გვაქვს შესაძლებლობა რისკი, როგორც ნებავთ, იმის რომ გავაჩინოთ შავი ხვრელი. ეს ფაქტი გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, ადებს დრო-სივრცის გაზომვის, ზუსტად გაზომვის შესაძლებლობას. ნაწილაკ ის გამოყენებით შეგვიძლია მოვნიშნოთ წერტილი, ხო, იმისთვის რომ სივრცეში რაღაც წერტილი მოვნიშნოთ, შეგვიძლია ამოვიყავთ ნაწილაკი, ამ ნაწილაკს გააჩნია კომპტონის ტალღის სიგრძე, ეს არის ის მცირე, ყველაზე უფრო მცირე ზომის არე, სადამდეც ჩვენ შეგვიძლია ტალღური პაკეტი ან ლოკალიზება გავუკეთოთ M ნაწილაკს, ანუ შევკუმშოთ ტალღური პაკეტი, კვანტური მექანიკის ფაქტებში, ვთქვათ. ანუ გავუკეთოთ ლოკალიზება. ვხედავთ, რომ თუ M-ს გავზრდით, ნუ 1C შემცირდება, ანუ მანამ სანამ ჩვენ გრავიტაციას არ ვითვალისწინებთ, არანაირი პრობლემა შეუძლია საკმაოდ დიდი სიზუსტით მოვნიშნოთ ნაწილაკით წერტილი სივრცეში. ამისთვის დაგვჭირდება მასის გაზრდა. მაგრამ ამ მასას გააჩნია მახასიათებელი გრავიტაციული რადიუსის სახით, როდესაც მიაღწევს მისი ზომა რადიუსს, შემდგომი მისი შეკუმშვა, ასე ვთქვათ, ან კიდე დამძიმება, სხვა სიტყვებით, გამოიწვევს გააჩენს შავ ხვრელს და გვექნება პრინციპულად დაუმზერადი არე. ეს ნაწილაკის ბოდიშით სივრცის წერტილს ყველაზე უფრო ოპტიმალური სიზუსტით გავზომავთ შემდეგნაირად. თუ გავუტოლებთ ამ ორ, ესე იგი M-ს ვამძიმებთ, ან კომპტონის ტალღის სივრცეს უტოლებთ გრავიტაციულ რადიუსს, აქედან დავასკვნით, რომ მასა უნდა იყოს პლანკის მასის ტოლი, ანუ აი ამ ხელა მასის აღება იქნება ოპტიმალური და სიგრძე, ანუ სიზუსტე, სიგრძის მასშტაბი, რაზეც სიზუსტითაც შეიძლება წერტილი სივრცეში გავზომოთ, დავაკვირდეთ, არის ძალიან მცირეა, ხო, ეს უბრალოდ სიზუსტე ძალიან დიდია, ანუ LP არის ძალიან მცირე. 10-33 სანტიმეტრის სიზუსტით გაზომვები შეუძლებელია. მაგრამ არის პრინციპული შეზღუდვა, რომ უფრო ზუსტად ჩვენ ვერ გავზომავთ მანძილის გაზომვასაც ვაკეთებთ რა საათების გამოყენებით, ანუ უნდა მოვნიშნოთ ამ საათს ვაკეთებთ ასნაირად მანძილის გაზომვას, რომ უნდა მოვნიშნოთ ორი წერტილი და ვზომავთ ამ ორ წერტილს შორის მანძილს, შეგვიძლია საათებით მოვნიშნოთ, ეს არის სინათლის საათი, ფოტონი დარბის წინ და უკან, სფერული სარკეა, დარბის ფოტონი წინ და უკან და აღრიცხავს ასეთნაირად დროს. მათ შორის მანძილი უნდა გავზომოთ. ვინაიდან გვაქვს დებოლის თანაფარდობის გათვალისწინებით ლოკალიზებული ობიექტისთვის, გვაქვს შეშფოთებგა მას გააჩნია აუცილებლად იმპულსი. ფლუქტუირებს, ანუ ის განიცდის ფლუქტუაციებს, შეგვიძლია ეს იმპულსი მასაზე გააუყოთ, შევაფასოთ დელტა V და T დროის განმავლობაში, როდესაც საჭიროა სინათლის თვის, რომ გაიაროს ამ წერტილებს შორის მანძილი, ანუ გაზომვისთვის საჭირო დრო. გვექნება წანაცვლება T გაყოფილი დელტა V-ს. საით წაინაცვლებს ეგ არ ვიცით. ეს არის დასაშვები ფლუქტუაცია. შესაბამისად, ერთი უზუსტობა მანძილის გაზომვაში იქნება გამოწვეული იმ სიზუსტით, რა სიზუსტითაც ჩვენ წერტილი გვაქვს მონიშნული, ეს არის საათის ზომა
მეორე ეს არის ფლუქტუაციებით, ამ საათის ფლუქტუაციებით გამოწვეული L მანძილს, L გაყოფილ C-ზე ეს ის როა, რაც გაზომვა სჭირდება. ამ გამოსახულებას გააჩნია მინიმუმი R-ის მიხედვით. ეს მინიმუმი ასეთნაირად გამოიყო. ეს მინიმუმი ნიშნავს, რომ ოპტიმალური, ესე იგი დელტა L-ის შემცირება, ეს არის ცდომილება, დელტა L-ი და გვინდა ახლა მაქსიმალურად შევამციროთ. ეს შესაძლებელია თუ ავიღებთ ასეთი ზომის საათს. ესეთი ზომის საათს. გვექნება ყველაზე უფრო ზუსტი გაზომვა, ეს ცნობილება იქნება R-ის რიგის, საათის ზომის რიგის. გავზრდით რა მასას, შეგვიძლია შევამციროთ ეს ცნობილება, ანუ სიზუსტე გავზარდოთ, მაგრამ გრავიტაცია ისევ თავს გვახსენებს. როდესაც ძალიან გავზრდით ამ მასას, ანუ მისი გრავიტაცია ძლიერად გრავიტირებადი გახდება. გაუტოლდება რა ეს ზომა გრავიტაციულ რადიუსს, ეს არის სხვა არი, იმისთვის რომ არ მოხდეს საათი არ გადაიქცეს შავხრელად, ამის შემდეგ ჩვენ ვეღარაფერს გავზომავთ, ეს არის სხვა არი, გვექნება მაქსიმალური მასა, ასეთი. რომლის გამოყენებითაც დავასკვირით, რომ ოპტიმალური გაზომვა გულისხმობს, ანუ ყველაზე უფრო დიდი სიზუსტით გაზომვა მანძილის, რომელიც არის L-ით გამოსახული აქ. გულისხმობს აი ასეთ ცდომილებას, გვექნება L-ის ზრდასთან ერთად დელტა L-ის იცვლება. ახლა თუ შეაფასოთ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს აქ პლანკის სიგრძე, რომელიც ძალიან ფანტასტიკურად მცირეა. ეს დელტა L იქნება ძალიან მცირე დიდი მანძილებისთვისაც. მაგრამ ყურადღებას ამახვილებს ჩვენ პრინციპულ შეზღუდვაზე ახლა, რომ გვექნება ასეთი ფლუქტუაციები. ეს რეალურად ნიშნავს, რომ სივრცე ზუსტად არ არის მოცემული. ორწად ზოლის მანძილი არ არის ზუსტად გაზომვადი. შავი ხვრელი წარმოგვიდგენია როგორც შავი ბურთი, მას აქვს ერთი მახასიათებელი, ეს არის რადიუსი. კლასიკურად ის არ ასხივებს, არის შავი. კვანტურად მას შეუძლია გამოსხივება, ეს არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ეფექტი. შეგვიძლია ეს შემდეგნაირად სქემატურად წარმოვიდგინოთ, რომ ნაწილაკები არიან შავ-ხვრელში დამწვრეული და შეუძლიათ მათ გამოსვლა. დამწვრეული ნაწილაკებისთვის კვლავ ებროლის თანაფარდობით ენერგია შეგვიძლია შევაფასოთ. ენერგიის, გამოსხივების ტემპერატურა არის რა პროპორციული ამ ენერგიის. მივიღებთ, რომ M მასის შავი ხვრელის გამოსხივების ტემპერატურა უნდა იყოს ასეთნაირად, არის დაკავშირებული მასასთან, არის უკუპროპორციული მასის. რაც ნიშნავს, რომ გამოსხივებისას მცირდება რა მასა, შავი ხვრელი უფრო ცხელდება, მაღალი ტემპერატურის ხდება. ეს არაჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენ ასეთ მოვლენას ბუნებაში არ ვაკვირდებით. ჩვეულებრივ სხეულები, რომლებიც ენერგიას გასცემენ, ცივდებიან. შეგვიძლია შავი ხვრელის გამოსხივების ტემპერატურა პლანკის ტემპერატურის გამოყენებით ჩავწეროთ ასეთნაირად. პლანკის ტემპერატურის რიცხვით მნიშვნელობა კელვინებში გამოსახული, ასე გამოიყურება. ტემპერატურა შეგვიძლია შევაფასოთ მაგ ფორმულით მზის მასის მქონე შავი ხვრელისთვის, ეს იქნება ძალიან მცირე. ეს არის პრაქტიკულად ცივი ობიექტი. ანუ ასეთი გიგანტური შავი ხვრელებისთვის შეგვიძლია დავივიწყოთ გამოსხივება, კვანტური გამოსხივება. ანუ კლასიკური ობიექტია დიდი შავი ხვრელი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის დაახლოებით 1013 კილოგრამისთვის თუ შევაფასებთ აი ამ ფორმულის გამოყენებით, როგორი იქნება გამოსხივების ტემპერატურა, ეს იქნება 1011 კელვინი, ეს არის ადრეულ ძალიან მაღალი ტემპერატურა.
აქცერია საინტერესო იქნება შევაფასოთ ზომა ასეთი შავი ხვრელის, მარტივია, ხო ვიცით რა მასა უნდა შევაფასოთ გრავიტაციული რადიუსი როგორი იქნება 913 კილოგრამისთვის. შტეფან ბოლცმანის კანონი, რომელსაც ვიყენებთ, ეს არის ვარსკვლავებისთვის ვიყენებთ, მაგრამ ზოგადი კანონია, თერმულ გამოსხივებას ეხება, გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ დროის ერთეულში გამოსხივებული ენერგია ის პროპორციულია ფართობის, როგორც ხედავთ, ზედაპირის ფართობის, გამომსხივებული ზედაპირის ფართობის და ტემპერატურის მეოთხე ხარისხი. სიგმა პროპორციულობის კოეფიციენტია. შავი ხვრელის სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის მივიღებთ აი ასეთ გამოსახულებას მასის საშუალებით. მოცემული მასის შავი ხვრელისთვის შეგვიძლია შევაფასოთ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა. T, ქვედა ინდექსი დიდი P აღნიშნავს პლანკს. პროტონი არ არის, პროტონი პატარა ასოთი ქონდა აღნიშნული. დიდი P აღნიშნავს პლანკს. ეს არის აქცერია პლანკის დროის ერთეულებში ეს გამოსახული, ანუ დიდი M გაყოფილი M პლანკზე, ეს არის უგანსომილებო სიდიდე, T გამოსახულია T პლანკის ერთეულებში, ეს ერთეული არის ძალიან მცირე წამის, თუ წამებში გამოსახავთ. ეს არის 10-54 ხარისხად წამი. სამყაროს ასაკი არის დაახლოებით ასეთი, 917 წამი. მოგეთ შავი ხვრელების, რომელსაც დღეს გიგანტური შავი ხვრელები როგორც ვთქვით არის აღმოჩენილი. რომელთაც ვაკვირდებით, მათი წარმოშობა არის გაურკვეველი, არ ვიცით დანამდვილებით, როგორია მათი წარმოშობა. თუ შეგვიძლია დავუშვათ, რომ პირველადი ჰქონდა შავი ხვრელები, რომელთაც ზრდის შედეგადაც მივიღეთ. თუ უბრალოდ წარმოვიდგენთ, რომ გაჩნდა ადრეულ ეტაპზე შავი ხვრელი, რომელიც ორთქლდება, ასეთ სცენარს, იმიტომ რომ შავ ხვრელს რეალურად არის და ის გარემოში შეუძლია როგორც შთანთქმა, ისე გამოსხივება და იქცევა როგორც თერმოდინამიური ობიექტი გვაქვს. ალბათობა ერთის და მეორის, ანუ შთანთქმის და გამოსხივის და ვთქვათ, სტანდარტულად როგორც თერმოდინამიური ობიექტი იქცევა და იქცევა ისე. ანუ მას შეუძლია გაიზარდოს შთანთქმას ზრდას შეუძლია. აქ რაც არის შეფასებული, იგულისხმება, რომ გვაქვს რაღაც დიდი მასის შავი ხვრელი, ეს ფორმულა, აი ეს ფორმულა, სხვა არაფერი. და ვაფასებთ აქ T-ს ადგილზე უნდა ავიღოთ სამყაროს ასაკი და ვაფასებთ მასას, როგორი მასის უნდა გქონოდა შავი ხვრელი, რომელიც თუ ორთქლდება, დღემდე მოეღწია. ანუ სიცოცხლის ხანგრძლივობა რო იყოს სამყაროს ასაკის რიგის, ანუ საუბარი უნდა იყოს ეს 10 ხარისხად 15 გრამის შავი ხვრელი ადრეულ ეტაპზე, ადრეულ სამყაროში. ასეთი მძიმე შავი ხვრელების დაბადება ნაკლებად ალბათურია. გვაქვს ეგზოტიკური ძალიან სცენარი გვაქვს ექსტრაგანზომილებიანი მოდელების, რომელიც საშუალებას იძლევა ამ მოდელის ფარგლებში შეიძლება თეორიულად რა თქმა უნდა თეორიულად მცირე შავი ხვრელების არსებობა და მათზე დაკვირვება ძალიან საინტერესო შესაძლებლობაა ცხადია. ეს თეორია გულისხმობს ექსტრაგანზომილებიანი მოდელები, რომ გრავიტაციული ურთიერთქმედება გარდა უმასო გრავიტონისა ხორციელდება მასური გრავიტონებით, კალუცა-კლეინის მოდელები ქვია, ანუ ჩვენ გვაქვს კიდევ მასური გრავიტონებიც, ეს მასური გრავიტონები განაპირობებენ ახლო მანძილზე გრავიტაციას. ზემოთ ჩვენ აღნიშნეთ, რომ სუსტი ურთიერთქმედების რადიუსის სიმცირე არის დაკავშირებული გადამტანი ნაწილაკების მასურობასთან, იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე აქაც, რომ გრავიტონი
რომელიც არის ძალიან მძიმე, განაპირობებს ურთიერთქმედებას გრავიტაციულ ურთიერთქმედებას მცირე მანძილებზე. გვაქვს ასეთი მძიმე გრავიტონებიც, ჩვენ მათ მიერ გამოწვეულ გრავიტაციას დიდ მასშტაბებზე ვერ ხედავთ, მაგრამ შეიძლება დავინახოთ მცირე მასშტაბებზე და ეს შეიძლება იყოს დაახლოებით ისეთი, როგორც ამჟამინდელი ამოჩქარებლების წვდომის არეშია. საშუალება გვექნებოდა პლანკის მასა ასეთ თეორიებში არის უფრო მცირე. გრავიტაციული ურთიერთქმედება არის უფრო ძლიერი. შეიძლება თუ ჩვენ ახლა ჩვეულებრივ გრავიტაციის ფარგლებში ამ მასშტაბებზე სტანდარტულ ელემენტარულ ნაწილებთა ფიზიკის იგულისხმება სტანდარტული მოდელი, სადაც 10 ხარისხად -15 სანტიმეტრი, 10 ხარისხად -16 სანტიმეტრის მასშტაბებზე არ ველით ძლიერ გრავიტაციას ჩვეულებრივი გრავიტაციის ფარგლებში, ამ გრავიტაციის ფარგლებში შესაძლებელია გვაქვს დამატებითი გრავიტონები, რომლებიც აძლიერებენ ურთიერთქმედებას. ამ მცირე მანძილებზე ქონდა ძლიერ გრავიტაცია და მოკლედ, თუმცა ეს რამდენად რეალურია, არ ვიცით. საინტერესო ეგზოტიკური შესაძლებლობაა. მადლობა თქვენ. დღეს ამით მოვამთავროთ ჩვენი საუბარი.